9-თვიანი ფიქრისა და 3-თვიანი ფიზიკური შრომის შემდეგ წალენჯიხელმა მამუკა აბრალავამ დაბრძოლ მეგობართან გოჩა ტრაპაიძესთან მისივე იდეით რიგით მე-11 გამოგონება განახორციელა. საუბარია მექანიკურ მოძრავ წრიულ სადგომზე, რომელიც მამუკა აბრალავასვე თქვით, როგორც პარკინგის პროცესს, ასევე ეგრეთ წოდებული სტაიანშიკების საქმიანობას გაადვილებს. გამოგონების უცნაურობა და უნიკალურობა იმაშია, რომ მანქანის სადგომის მეთვალყურე 27 სანტიმეტრიანი ჯოხით 6 მეტრიანი ბრუნის გაკეთებას და რკინის ფირფიტაზე მდგომი ავტომობილის შემოტრიალებას მოახდენს. ექსპერიმენტი ჩვენს თვალწინ გამოგონების ავტორმა საჩვენებლად თავადვე მოახდინა. 9 თვე მომიწია ფიქრი და 3 თვე ფიზიკურად მუშაობა. სისრულეში მომეყვანა ბატონი გოჩას იდეა და დამფინანსებელის გოჩა ამ გამოგონების. გამოგონების თავარი მიგნება ის იყო, რომ 27 სანტიმეტრის გადაწევა ან ვითარებს 6 სანტიმეტრს, ანუ 6 მეტრს. თავისი იდეით და მეგობრის გამოგონებით კმაყოფილია გოჩა ტრაპაიძე. იგი ამბობს, რომ ამ მოწყობილობით, რომელიც სრულიად მექანიკურია, ქალაქის მანქანების სიმრავლისგან განტვირთვა შეუძლია. არაერთი პროექტი გაგვიხორციელებია მე და მამუკას და მათ შორის ერთ-ერთი ერისთავის ქუჩაზე ვცხოვრობთ ჩვენ ახლა ოჯახი და იქ ერთ 10 გამიტყდა მაგის სტოპი და გამოყვანაზე არის სულ პრობლემა. ჩემი საუბარი ადგინა ქუჩის კამერები ამოიღეთ და მიხდებით რასან გვაქვს საქმე. თუ წვიმა ერთი 10 მანქანა მაინც დაინტროვა. სწორე მეთქი ამბერი რაღაცა მინდა ბიჭო გამოგონები არაერთი პროექტის შემქმნელია ვიცნობ ურთიერთობა მაქვს და დავიწყოთ საინტერესოა ჩემთვის რომ მაგი პროექტია და დავიწყეთ რა და უფლის წყალობით შეხედეთ რა შეძლო ახლა ამ კაცო მექანიკოსია აგი არავით არის ელექტრობა არ ჭირდება ამას არავით არის მსგავსი რამე არ აქვს ამას და უბრალოდ საინტერესოა დავფიქრეთ ერთი წუთით მარტო ყველაფერს დავიდანები ბენზინს ამხელა ეკონომიას აკეთებ მობრუნებაში ლარზე მეტი გიზის სანამ მოატრიალებ მანქანას მექანიკურად ეკოლოგიურად სუფთა მექანიკურად აი იქნება 100 წელი დაახლოებით უკვე განხორციელებული იდეის სატესტო ჩვენებას ტრაპაიძეებში სამეზობლო და სამეგობრო დაესწრო, რომელიც თავიანთ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. ესკაცი რაც გევიცანივე სასწავლი პიროვნება. თედაღა მე ფიქრობდა იმას, რომ ეს შეესრულებია ეს რაც ხონდა მასხმული. საინტერესო გამოგონება რა შეიძლება? ესკაცი იმ წორწერდილით უბრუნდებოდა ყოველ წუთში, რომ არ შეშლოდა რაიმე. ამ კაცის გაცნობა მოხდა აქ რომები და ჩვენთან თითქმის ყოველდღიური შეხება ჰქონდა. შესრულებას უყურებდი მოკლედ ყველა დეტალის. უბრალოდ რკინით, შეეძლო ჯოხით 20 სანტიმეტრი გადმეეწია სან თითით და ყველა ბრუნი გეეკეთებია. აი მარტო სტაიანკის ინტერესი კი არა, გან აი 1000 რაცხაზე შეიძლება გამოდგეს ამნაირი მიგნების. თავისით იკეტება უკან ბრუნდება თავის. ბრუნდებით იქ საიდანაც დავიწყეთ უცნაურ ბორბალთან და მის ავტორთან, რომელიც ამ უცნაური გამოგონების შემდეგ გონებაში ალბათ უკვე სხვა უნიკალურ იდეებს ხარშავს.